მიუხედავად იმისა, რომ ელენე ხოშტარია, რომელიც რუსულმა რეჟიმმა ფლომასტრით წარწერის გაკეთებისთვის წელიწადით და 6 თვით ციხეში გამოამწყდია, თავად არასოდეს საუბრობს თავის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მისი ადვოკატების ცნობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. და თუ დაუყოვნებლივ ელენეს არ ჩაუტარდა დიაგნოსტიკური კვლევები და მას არ დაენიშნა შესაბამისი მკურნალობა, ელენე შესაძლოა ამ ციხიდან თავის 4 შვილთან დასაბრუნებლად ეტლით გამოვიდეს. ამიტომ მოვითხოვთ დაუყოვნებლივ ჩაუტარდეს ელენეს ყველა სამედიცინო კვლევა და დაენიშნოს მას შესაბამისი მკურნალობა. აქვე სანამ დეა წაიკითხავს ჩვენს ერთობლივ განცხადებას, რომელსაც უერთდება ათეულობით ქალი და მოუწოდებთ სხვებსაც, რომ შემოუერთდნენ ამ განცხადებას, მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდე ყველას შემოუერთდით ყოველ კვირეულ შაბათის მარშს, რომელიც ამჯერად ემთხვევა გავრილოვის ღამის 7 წელს, რომლის ერთ-ერთი მთავარი გმირი სწორედ ელენე იყო. გამოდით ელენესთვის, გამოდით ყველა პოლიტპატიმრის თავისუფლებისთვის, გამოდით საქართველოს თავისუფლებისთვის, რომელიც არასოდეს გარუსტება. ელენე ხოშტარია არის პირველი ქალი პოლიტიკოსი, რომელიც რეჟიმმა სრულიად უსაფუძვლოდ აბსურდული ბრალის ფარგლებში აქცია პოლიტპატიმრად და გარდა იმისა, რომ ის აბსურდული ბრალის ფლომასტრით გაკეთებული ბანერზე წარწერის გამო დღეს სრულიად უსაფუძვლოდ და უსამართლოდ ზის აღნიშნულ ციხეში, ის ასევე რეჟიმმა დააქვემდებარა არაადამიანურ მოპყრობას, ვინაიდან მას არ მიეწოდება შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. მნიშვნელოვანია დაუყოვნებლივ მოხდეს ელენესთვის შესაბამისი სამედიცინო კვლევების ჩატარება და მოხდეს მისი დაუყოვნებლივი განთავისუფლება. ეს შედეგი აუცილებლად დადგება და ჩვენ ვიბრძოლებთ მანამ, სანამ ეს არ მოხდება. ახლა გაგაცნობთ ერთობლივ განცხადებას. დღეს ქალი პოლიტიკოსები და საზოგადოების წარმომადგენლები კიდევ ერთხელ ვერთიანდებით, რათა გამოვეხმაუროთ ჩვენი თანამებრძოლის 4 შვილის დედის უკანონოდ დაპატიმრებული ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას. ელენე უკვე 10 თვეა იმყოფება პოლიტიკურ პატიმრობაში და ამავდროულად მას არ ეწევა შესაბამისი სამედიცინო დახმარება. მშვიდობიანი პროტესტისა და აზრის გამოხატვისთვის ელენე ხოშტარიასთვის 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას ცილდება ნებისმიერ სამართლებრივ ჩარჩოს. ამის გარდა პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მას არ უტარდება მისი ქრონიკული დაავადებებისთვის გადაუდებელი საჭირო და სპეციალური სამედიცინო პროტოკოლებით გათვალისწინებული პროცედურები, რითაც მის ჯანმრთელობას შეუქცევადი ზიანი ადგება. აღსანიშნავია, რომ თავისუფლებაზე ყოფნის დროს ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო სტაბილური და სწორედ საპატიმრო დაწესებულებაში გადაყვანის შემდგომ მისი მდგომარეობა დამძიმდა, რაც სწორედ პენიტენციურ სამსახურს აკისრებს სრულ პასუხისგებლობას. ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის კაფიო გამოხატულებას წარმოადგენს და არღვევს კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებს. თავისუფლება ელენე ხოშტარიას, თავისუფლება სინდისის პატიმრებს.